აქ მუშაობ ნაწილობრივ მე, როცა გაკვეთილები გვაქვს ბავშვები ხატავენ. როცა დიდ სტილოზე მუშაობ, უფრო აქეთ ოთახში მუშაობ. ეს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. მაგარია. ესეთი შერეული ტექნიკით მუშაობ ძირითადად. აკრილია, ნახშირია და ძალიან სწრაფად ხატავ ზოგადად მე რა. ყველა ნამუშევარს რასაც ხედავ, რომ მივდივარ სტილოსთან, რომ მოვდივარ, მაშინ რჩება რა, ესე რომ მეორე დღეს, მესამე დღეს, მეოთხე დღეს ძალიან იშვიათად რომ რაღაც დავამატო. შეიძლება საერთოდ გადავწერო კი არ დავამატო, ანუ აქ საერთოდ სხვა რაღაცა ეწდი ხატა და ერთ დღეს მივად ექი და გადავღები შავად და მე რაღაც ახალი დავინახე. რაღაცა პეიზაჟია, მაგრამ ცოტა ისეთი დანახული აბსტრაქტულად, ცოტა მისტიურია. და მისტიურიც არის, ხო, ცოტა შეიძლება ისეთი რაღაცა ჯადოსნური ზღაპრის ადგილი ვითაა რა. ეს ნახატი სხვათა შორის არც ისე ახალია, მაგრამ დაახლოებით ამ პერიოდის ამ სერიის არის რა. განწყობას ხედავს სხვათა შორის მოწყენილს და რამდენიც სწორად. იცი რა, ჩემ ნამუშევრებში ხშირად ხედავს ხალხი მაგ განწყობას. იმის მიუხედავად რომ ფერები სულ ესეთი ის მაქვს, რა ქვია, აქტიური და მხიარული, მაინც რაღაცა ნეგატიური და მოწყენილ განწყობას ხედავენ. ესეთითაა სულთლიანად დაწერილი. ოცახამოწონს. აკრილი და პულვერიზატორები, რაღაც ექსპერიმენტობდი ამ პულვერიზატორებით და ადგილებში სულ ცდილობს სხვადასხვა მასალები შევულიო რა. აუ, ეს ცოტაა. აუ, ესა ძალიან ძველი ნახატი. ეს არის 2016 წელი ნახე. აუ, 2016 და ეს მაშინ მოქანდაკეებთან მეგობრობდი აკადემიაში. ეს თაბაშირებია რა, სულ მიყვარდა რაღაც ექსპერიმენტი. აუ, ძალიან მაგარია. რაღაცა ვერ იფიქრებ რომ ჩემია რა. რო დაგენახა მეხდებოდა, ვერ მეხდებოდა. არ ვიცი, ხო, არ ვიცი, ვერ ვიტყვი ხა ეს. ყველაფერი ხილით გაკეთებულია აქ რაც არის. აუ, ძალამაზია. ესე ცხელითაა გაკეთებული. ძალამაზია. ეფექტები შემოვიდა ეგრევე მომიწია. პალიტრა. მაგრამ ამაზე საღებავების დასხმა მენანე. ხო, ნუ ძალამაზია. ესეც ესით არის შესრულებული და ადგილებში აინახე აქ. მოკლედ მივხვდი რომ დიდ სტილოებზე უფრო მომწონს რა მუშაობა, უფრო მეტად თავისუფალი ვარ. მაგრამ ხანდახან შემომიტევს და პირიქით რაღაცა პატარის და ისეთი ძალიან კონკრეტული შეხატვა მომინდება ხოლმე, მაგრამ ძირითადად მოკლედ მე მგონია რომ ხატრები ორ ნაწილად იყოფიან. ერთმა წინასწარ იცის ესე წარმოდგენილი აქვს რას დახატავს და მეორე ნაწილი არის რომელიც მიდის სტილოსთან. შეიძლება რაღაცაზე ფიქრობდე, ესე არსაიდან კი არ მოდის, რაღაცა განწყობა გქონდეს და ანუ მერე იქნება რა, ჩემ შემთხვევაში ეგრეა, რომ მერე იხატება და არა ესე წინასწარ არ ვიცი რომ აქ ესე ხატება, აქ ესე ხატება, არ ვიცი.